კარგი მეგობრებო, დღეს უნდა ვისაუბროთ აუდიო ეფექტებზე. ამისათვის მე გამოვიყენებ ჩემი მიერ გაკეთებული ერთ-ერთ ვიდეოს, რომლითაც მივიღე რაღაც კონკურსში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ეს ვიდეო დამრჩა და ძამბერი ვიწვალე ამას. და ამის აუდიო გამოვიყენოთ ახლა. როგორც წინაზე ეს ზედაპირულად განვიხილეთ, აი ამ თავარი ეფექტების პანელში არის ასევე აუდიო ეფექტებიც. სიმართლე გითხრათ, After Effects-ში აუდიოს ვინ გამონტაჟებს და ასწორებს არ ვიცი, მაგრამ რახან არის ჩაშენებული, ვნახოთ რა რას ნიშნავს. ამ ვიდეოს რაღაც მონაკვეთში არის დიალოგი და სწორედ ეგ დიალოგი გამოვიყენოთ ჩვენს ხმის დასამუშავებლად. აი აქ არის როგორც მახსოვს. ტიტული ყველაზე ტიტული ყველაზე სწრაფი. აქედან რომ დაიწყოს ყოველთვის მომხიბვლელი იყო. და ეგ დასრულდეს. N-ს დავაჭირე N-ს რომ ჩაიკეტოს. და იტრიალებს აქ. ნახეთ ახლა რა ხდება. აქ გვაქვს ძალიან ბევრი ეფექტი. ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ რამდენიმე ეფექტია. განვიხილოთ ძალიან ყველაზე საინტერესო ეფექტები რაც არის ჩემი აზრით რა თქმა უნდა. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ მოკიდოთ ხელი, გადმოაგდოთ და აგდოთ ეგრევე. და დაედება. მოვისმინოთ ჯერ ორიგინალი ვერსია, რას ამბობს ეს ხმაძვილი. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. კარგით, ეს არის ჩვეულებრივი. ეხლა მოდით დავადოთ delay რო არის აქ. რას ნიშნავს delay? აი ხმა რომ მეორდება ხოლმე რაღაც აუდიოში, ხო გახსოვთ ეგეთი რაღაც. ერთ სიტყვას ვიტყვეთ ტიტული ყველაზე სწრაფი და მე უკნიდან რომ მოძდებს რომ ტიტული ყველაზე სწრაფი. აი დაახლოებით ეგეთი არის ეს. აი ნახეთ როგორ არის. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ბევრი ტიპი ბაზრობს, ხო ერთი ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში და ნახეთ როგორც ნებისმიერ ეფექტს აქაც მარცხნივ იხოდება ამის მონაცემები ასე ვთქვათ. და ამ მონაცემების შეცვლის შედეგად რაღაცები იცვლება აქაც. ტიტული ყველაზე სწრაფი მაგალითად ეს რო გავზარდოთ. სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ხო, შეიძლება ეს delay, ანუ delay ნიშნავს დაგვიანებას რა. დაგვიანებით ამბობს ზუსტად იგივე წინადადებას, რასაც მანამდე ამბობს ორიგინალში. და ამით შეგვიძლია გავზარდოთ, რავი, დრო, რაც უფრო გაზდით უფრო დააგვიანებს იმის თქმას, სიხშირე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე კონკრეტულ თემაზე მოიხოდება მოკლედ რა. არაფერი რთული არ არის. კარგით, მეორე ძალიან მაგარი ეფექტი არის თითქოს რაციაში ლაპარაკობს ადამიანიო. ეს წავშალოთ, წაშლა ხდება ეფექტის ესე. აქაც შეგეძლიათ ეს ეფექტი მონიშნოთ და ეგ ეფექტი უქმდება, მაგრამ ასევე შეგვიძლია მოვნიშნოთ და delay-ს დავაჭიროთ და წაიშლება. შემდეგი არის აი თითქოს ვიღაც რადიოდან თუ რაციიდან გელაპარაკებაო, არის აი ეს მეორე high and low pass რო ქვია. მაგას რო დაადებთ, ნახეთ როგორი ეფექტი ექნება ახლა. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში თითქოს ტელევიზორიდან ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული ყველაზე სწრაფი ამას ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული ყველაზე სწრაფი ასე უფრო დაუჭერთ, უფრო იცლება მოკლედ. ეს არის ეფექტი, რომელიც გეგონება თითქოს საიდანაც გელაპარაკება ეს ადამიანიო. დავშალოთ ესეც და მესამე ძალიან საინტერესო არის ეგრეთ წოდებული reverb-ი. ძალიან ნაცნობი არის ხო ჩვენთვის ეს. თითქოს ყველა მუსიკას აწერია უკვე slow and reverb ხო წერია. დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. ტიტული მაგარი იყო ხო? ტიტული ყველაზე სწრაფი ავტოსამყაროში ყოველთვის ხო მიხვდით იდეას, ეს ძალიან მაგარი ეფექტი არის. თითქოს რაღაც სივრცეში არის ადამიანი, ეკოსავით არის და ზოგჯერ ასწორებს ეს ეფექტის. კარგით, მოკლედ რა ვისწავლეთ დღეს? ის რომ After Effects-ში არის sound design-ი, ანუ აუდიო ეფექტები. მეორე ის ვისწავლეთ, რომ After Effects-ში არ გირჩევთ ხმის გასწორებას და ეგეთ რაღაცებს. სულ სხვა რაღაცისთვის არსებობს ეს აპლიკაცია, მაგრამ მაინც შეაშენეს, არ ვიცი რატომ, საფლექსავთ ალბათ. და მესამე. ხო, რავი, მესამე რავი რა. არ ვიცი მესამე რა არის. რავი, მაგრად ვიყოთ რა.